გაძლიერებული დაცვით გელაუძილაური დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლოჯერ მიიყვანეს. დღის ბოლოს კი ციხეში უკვე უვადო პატიმრის სტატუსით დააბრუნეს. 7 თვიანი განხილვები გამამტყუნებელი განაჩენით და მძიმე სასჯელით დასრულდა. სასამართლომ თქვა, რომ მან ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე განზრახ და ანგარებით ფულის სანაცვლოდ მოკლა. ანუ ბრალდებულის ვერსია არ დაიჯერა. ცხვერპლის ოჯახის წევრებმა ბოლოს ხდომა კმაყოფილებმა დატოვეს. თუმცა საჯაროდ აცხადებენ, რომ ყველა დამნაშავე ჯერ გისოსებს მიღმა არ არის. ის იყო სასტიკი დამნაშავე, იყო შეკვეთილი მკვლელობა და აბსოლუტურად სასამართლომ გაიზიარა პროკურორის გადაწყვეტილება. ამ საქმეს ყავს ბრწყინვალე პროკურორი, ღირსეული ადამიანი და ძალიან დამნაშავე ციხეშია, როგორი არის ჯანგველაძის ოჯახის პოზიცია? არის ვინმე ვინც ციხის მიღმა არის? რა თქმა უნდა არის და ფარცხალაძეს გულისხმობთ მათ შორის? მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება სრულად ფარცხალაძეს გულისხმობთ, ვინც დამნაშავეა და გულისხმობ და მე ვიცი რომ გაიცემა ყველა საკადრისი პასუხი და ყველა იქნება დასჯილი ისე როგორც დასაჯეს გელაუძირაო. ვინ იქნება შემდეგი და იქნება თუ არა ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელსაც მოკლულის ოჯახი საჯაროდ ამხელს. ეს შეკითხვა ჯერ ღიად რჩება. ოთარ ფარცხალაძე საქმის მასალებში როგორც ლევან ჯანგველაძესთან დაპირისპირებული პირი ფიგურირებს. თუმცა რასაკეთებს პროკურატურა მეტის გასარკვევად ინფორმაცია საჯარო არ არის. მანამდე უახლეს მომავალში მკვლელობის ორგანიზებისთვის ბრალდებული ძმები მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის გასამართლების პროცესი უნდა დაიწყოს. დღევანდელი განაჩენი შესაძლოა მათთვის გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს, რადგან სასამართლომ უკვე დაადასტურა, რომ მკვლელობა შეკვეთილი და წინასწარ ორგანიზებული იყო. ბრალდებული მიქაძეები თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც გაანდეს მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა, რაზეც მისგან მიიღეს თანხმობა და სამივე მათგანმა დაიწყო დანაშაულის შემსრულებლის მოძიება. ამ მიზნით ბრალდებულებმა შეარჩიეს და კომუნიკაცია დაამყარეს გიორგი ჯოხაძის ნდობით აღჭურვილ და დაახლოებულ პირთან გელაუძილაურთან, რომელსაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მიღებული ჰქონდათ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის შეკვეთა და გარკვეული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ შესთავაზეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობა, რასაც მსჯავრდებული უძილაური დათანხმდა. რას ნიშნავს ეს განაჩენი სხვა ბრალდებულებთან მიმართებაში? გულისხმობ იმ საქმეებს, რომელიც ეხება ორგანიზებას. სასამართლომ განმარტა და დასაბუთების ნაწილშიც იმსჯელა, რომ ბრალის ნაწილი სრულად გაიზიარა. რაც შეეხება ის ფაქტობრივ გარემო, რომ ჩვენ გელაუძილაურს ვედავებოდით კონკრეტულ ბრალდების ფორმულირებას, რომ მან შეკვეთით და ანგარებით ჩაიდინა მკვლელობა, რასაკვირველია ჩვენ ამის მონახას და მსჯელობას ვნახავთ უკვე განაჩენში. განაჩენს ზოგადად აქვს პრეიუდიცია, მაგრამ რასაკვირველია ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა დღეს ბრალდებულს მძიმე განაჩენის გამოცხადების შემდეგ უთხრა, რომ საქმის მასალებში ისიც კი ვერ დაინახა, რომ ლევან ჯანგველაძეს საერთოდ იცნობდა. შესაბამისად არც ის ვერსია დაიჯერა, რომ წარსულში უთანხმოება ჰქონდა და პირადი მოტივით მოკლა. უვადო პატიმრის ადვოკატები აპირებენ საკუთარი ვერსია ახლა მეორე ინსტანციის სასამართლოში ამტკიცონ. საქმეში არ არის არანაირი სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებს გელაუძილაურს მიერ შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობას. მაშინ რა არის სასამართლოს мотиваცია, ბატონო? დიახ, აუცილებლად გავასაჩივრებ. თუ მტკიცებულებები არ არსებობს, რა არის სასამართლოს мотиваცია მაშინ გითხარით თქვენის გამოძიებასთან ახლო მაინც? რა პოზიცია? სხვა კითხვაზე პასუხი. საქმის პროკურორმა დღეს ბრალდებულს გაუმეორა იგივე, რაც რამდენიმე ხდომის წინ, როცა დუმილი დაარღვია და დანაშაული ნაწილობრივ აღიარა, რომ გაწირეს და მოგონილი ვერსიის მოყოლა აიძულეს, რათა დანაშაულის დამკვეთებისა და ორგანიზატორებისთვის პასუხისმგებლობა აერიდებინა. იმის გამო, რომ სასამართლომ გელაუძილაურის ვერსია არ დაიჯერა, უკმაყოფილებას არ მალავენ ძმები მიქაძეების ადვოკატები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქმეში შეკვეთილი მკვლელობის სამტკიცებლად საკმარისი მასალები არ დევს. მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივით, რომ თურმე განსასჯელმა უძილაურმა ამ შემთხვევაში მისი პირადი კავშირი ჯანგველაძესთან ვერ დაადასტურა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ეს არის შეკვეთით ჩადენილი მკვლელობა. მიქაძეებს მაშინ რა შეხვედრები ჰქონდათ ჯოხაძესთან? როდის დაარღვევენ ისინი დუმილს? თუნდაც გიორგი მიქაძე, რომელიც დაკავებულია. გიორგი მიქაძის სასამართლო განხილვები, როდესაც დაიწყება და როდესაც მოვა ის ეტაპი, რომ მან უნდა მისცეს ჩვენება, ის აუცილებლად ყველა ფერს ანუ ამ საქმესთან დაკავშირებით იტყვის. რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე მსჯავრდებულმა უძილაურმა 14 მარტს თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მოკლა.
მას ჯამში 14 ჭრილობა აღმოაჩნდა. 7 თვის წინ ამ საქმეს სხვა პროკურორი ჰყავდა და არც შეკვეთილი მკვლელობის კვალიფიკაცია ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მოკლულის ოჯახი თავიდანვე ამბობდა, რომ დანაშაულის შეკვეთით მოხდა, საქმის პროკურორს კი გამოძიება არასწორი მიმართულებით გამიზნულად მიჰყავდა. რამდენიმე თვის წინ პროკურატურამ საქმე ამოაყირავა. პროკურორი შეცვალა, ბრალი გადააკვალიფიცირა. გაჩნდნენ ახალი ბრალდებულები და ეგრეთ წოდებული ოქროს მოწმეები. უფრო მეტიც, საქმეში ოთარ ფარცხლაძის სახელი და გვარიც გამოჩნდა, რომელსაც ჩვენებების მიხედვით ძმებ მიქაძეებთან ერთად მოკლულ ჯანგულაძესთან ბიზნესის გამო დაპირისპირება ჰქონდა. ჯამში ამ დანაშაულზე ბრალდებული 8 პირია. აქედან ერთი დღეს უკვე უვადო მსჯავრდებული გახდა.